გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დღეს მე ვარ ძალიან საინტერესო ადამიანთან, მაღალ ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნესთან საქართველოში, გიორგი ნადარაიასთან და დღეს მე და გიორგი ვილაპარაკებთ ჭაჭაზე, ცოტა ვისკზე და ზოგადად ალკოჰოლურ სასმელებზე. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა, სასიამოვნო ვარ გიგა, მადლობა რომ მეც ძალიან გამიხარდა რომ შენთან მოვედი, ძალიან დიდი ხანია მინდოდა შენთან მოსვლა, იმიტომ რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც პირველად დაიწყო საქართველოში YouTube-ზე მაღალ ალკოჰოლურ სასმელებზე საუბარი და ძალიან მომწონდა შენი ვიდეოები და პატარა საყვედურიც უნდა გითხრა რომ რატომ შეწყვიტე ეს კარგი საქმე. საყვედურს მივიღებთ, რატო შეწყვიტე, ხო, ცოტა რთული არის, მაგრამ ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ ხო მომავალში ავაგრძელოთ. გიორგი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ჭაჭაზე და ვისკიზე და რაღაცეებსაც გავსინჯავთ რა. საინტერესო არის ჩემო მეგობრებო გიორგისთან საუბარი იმ კუთხითაც რომ გიორგის აქვს თავისი მაღაზია. მაღაზიაში აქვს ვისკი, ჭაჭა და სხვადასხვა სასმელები და ჩვენ დღეს შეგვიძლია შევხედოთ მაღაზიის თვალითაც რა მდგომარეობა არის, ვთქვათ, მომხმარებლის კუთხით. ამასაც ცოტას ვილაპარაკებთ, მანამდე კი გიორგი, ახლა შენ მითხარი, შენი ამბავი როგორ დაიწყო, როგორ მოხვედი აი ამ სასმელებთან. ხო. ჩემი ამბავი ესე იგი დაიწყო ბანალურად, დალევით. მიყვარს როგორც ყველასი ალბათ. მიყვარს ეს საქმე, მოკლედ მიყვარს სპირტიანი სასმელები, განსაკუთრებით მაღალ ალკოჰოლური და სტაჟიც მაქვს შესაბამისად ამის მირთმევის და დამაინტერესა რას ვამდი, მოკლედ ეგ იყო პირველი ისეთი, რატომ მომწონდა რომელიღაც კონკრეტული მიმართულება განსაკუთრებით ვისკი და დავიწყე ამის შესწავლა აქტიურად, ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე, ვიდეოებს ვუყურე, ასე შემდეგ და თეორიულ დონეზე მოკლედ დავიწყე ამის შესწავლა, მე უკვე ჩავედი პრაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებების გასინჯვა და პლუს რავი ზოგადად ჭაჭაც ძალიან მიყვარს და თეთრი სპირტი, ესე ვთქვა. ხო და აი ვისკის მერე მოვიდა ჭაჭა შენ ცხოვრებაში თუ ჭაჭა მანამდე? ეგ რთულია რომ პირველი ვისკი მოსულიყო საქართველოში. ძალიან რთული რამე უნდა მოხდეს, რომ ესე ვისკით დაიწყო და არა იმასაც საქართველოში ჩვენი შობლიური არის და ეგ არის ჭაჭა. და ხილის არაკი. ჩემ შემთხვევაში ხილის არაკი ალბათ უფრო პირველი იყო, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოსდან ვარ და იქ ხილის არაკის ტრადიცია მეტი არის, შესაბამისად ხილის არაკი იქნებოდა ალბათ პირველი, ტყემალი, ხურმა და ასე შემდეგ და მე უკვე ჭაჭაც. ეგ არის რითიც ესე ვთქვათ დავიწყე ალკოჰოლური სასმელის გაცნობა, ღვინოს არ თვლით ახლა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა. აი კარგი რა არის ამ ამბავში და მე რა მომწონს, რომ ხო არიან ამ მსმელები ძალიან ბევრი რა თქმა უნდა, მაგრამ რო სვამენ რაღაცას, არ ცდილობენ შესწავლას და ამიტომ ხდება, რომ ჩვენი პროდუქტი რჩება ხოლმე ხანდახან ჭრდილქვეშ. ან კარგი ვისკი შეიძლება დარჩეს ჭრდილქვეშ და ეს უბრალოდ მსმელები შედიან მაღაზიაში, ნებისმიერს აიღებენ, თავარია დათვრეს, თავარი კარგხასიათზე იყოს და იმის იქით აღარ აინტერესებს. არადა, როცა დაიწყებ ამის სწავლას, უკეთესად ჩაეძიები, გაიგებ მის ისტორიას, როგორ აკეთებენ, შეიძლება გაიცნო უშუალოდ ის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს, რა. უფრო შეგიყვარდება, უფრო დააფასებ და უფრო სხვანაირად მოიხმარ, მე ლოთურად აღარ მოიხმარ. შეიძლება ისე მოიხმარო, ახლა შენ შემთხვევაში ეგეც არ არის, ან კი გააჩნია უკვე, ან ორი მიდგომა არის, ხო, ერთი არის რომ შედეგი გვაინტერესებს და მეორე არის პროცესი, ან ამის მოხმარების შეიძლება ორივეთან. შენ რო ამ ამბებს იწყებდი YouTube-ზე. ხო. და ეხლა ძდებს შენი ვიდეოები. მაშინ მომხმარებელი როგორ ანუ მას შემდეგ გაიზარდა, როგორ აკვირდები თუ ისევ იმ დონეზე ვართ, როგორც 6 წლის წინ ვიყავით რა. დამოკიდებულება თქვათ ვისკის მიმართ. ხო, თავისქებად ვარ გამომივიდეს, მაგრამ ობიექტური ჭეშმარიტება უნდა ვთქვათ. რო დავიწყე მაშინ და მათ შორის მე ჩვენ იმაში ეს თქო ჭუბში როგორც გაიზარდა ზოგადად ვისკის მოხმარება ასე თქო აღქმა საუბარი მასზე საგრძნობად გაზრდილი არის სხვადასხვა მოცემულობა არის 6 წლის წინ რა იყო და დღეს რა არის ამას შორის ანუ საგრძნობად გაზრდილი არის ეს იძლევა იმის мотиваციას რომ თუ ჩვენ ვილაპარაკებთ ზოგადად გინდა ჭაჭაზე, გინდა ვისკიზე, გინდა ბრენდზე და ასე შემდეგ,
ამით რაღაცა ნაბიჯს გადავდგავთ, რომ მომხმარებელი გაიზარდოს. აუცილებლად ეს შედეგს გამოიღებს. უჩვეულებრივ უბრალოდ ის ენერგიის კანონი არის. ატმოსფეროს ენერგიას რაღაცა უნდა მოყვეს. ხო და როგორ არის ხოლმე, იცი რომ ძალიან ბევრი მეღვინე არის, ძალიან ბევრი. და მე რო ვაკვირდები ხოლმე მათ Facebook გვერდებს, ფოტოს გადაიღებენ, დადებენ, რომ იმის ან არც ხო, რა და ჭაჭა საერთოდ არც ჩანს და რაც უფრო მეც ილაპარაკებენ, ხო, შანსი იმისი რომ მომხმარებელი გაიზარდოს და ხო მსყიდველუნარიანიც გახდეს, ხო, მეტი არის არა. ანუ ეხლა აი რომ დავაკვირდე, მეც მაგას ვაკვირდები ხოლმე, ჭაჭას რა პრობლემაც აქვს ეს საქართველოში, ეს არის რომ ანუ ეს პროდუქტი არის რაღაცა აი მოყვა ღვინოს. იმიტომ რომ დაგვრჩა ეს ჭაჭა და მოდი რაღაცა გავაკეთო და ალბათ შეიძლება აი ეს ფინანსურ ანალიზაც რო აკეთებენ, იქ შეიძლება ჭაჭაც არ ქონდეთ გახსენები რა. შეიძლება რაღაცა ის ქონდეთ რომ ნარჩენების უტილიზაცია ეწეროს ან რა. ბევრი ყრის კიდევაც მართლა. შეიძლება ეს ჭაჭაც ესე უტილიზაციის ნაწილი იყოს და უბრალოდ ნუ თუ გაიყიდება რაღაცას დაწერს. აი შეიძლება ეგეთი წარმოდგენაც იყოს, იმიტომ რომ ვაკვირდები ეგრე არის ეს ჭაჭა ახქმული. არც საუბრობს არავინ, როცა ღვინოს აკეთებ და გვერდზე გაქვს ჭაჭა და ამდენ შეიძლება კარგი ჭაჭაც გააკეთო. ზოგიერთს მართლა კარგი ჭაჭა და არც საუბრობენ ამაზე, უფრო მეტად ღვინოზე საუბრობენ. ამდენ შეიძლება ამაზე ილაპარაკო, იმიტომ რომ გაქვს რაღაცა კარგი პროდუქტი, რომელიც არის ავთენტური, ქართული არის. აბსოლუტურად გეთანხმები გიორგი რა. სავარაუდოდ ამას ძალიან დიდი დრო არის ქართველები ამას აკეთებდნენ, უბრალოდ არსად არ ჩანდა ეს დოკუმენტაციებში, რომ ქართველებს წერა არ გვიყვარს ისტორიულ ხარებში და ამიტომ კი ბატონო, არსად არ ჩანს. როგორც ბატონი ბონდო კალანდაძე ბრძანებს, მე-12 საუკუნიდან ჩნდება საქართველოში და ევროპაში უკვე ჭაჭის ხდა, რადგან არაბებს შემოუტანიათ ევროპაში სახდელი ქვაბები, ნუ პრიმიტიული მაშინ. თუმცა ხო, ისინი სპირტს არ ხდიდნენ, იმიტომ რომ იგზალებოდა, ხო. მაგრამ ევროპამ და საქართველომ რო დაინახა, აბა გამოვხადოთ რა გამოვაო და გამოვიდა მაგარი რაღაცა. უფრო ადრეც კი, აი პირველ საუკუნეებშიც კი ბერძნული წარმოშობის მეცნიერები უკვე ეგვიპტეში უკვე ხდიდნენ, ჩანახატებიც არის პირველი ესე ვთქვათ გამოსახდელი ქვაბების ძალიან პრიმიტიული იმას გავს, რაც დღეს გვინახავს სოფელში, რაც აქვთ ხოლმე ჩვენთან გამოსახდელს ქვაბი. ანუ დიდი ხნის ისტორია აქვს დისტილაციას რა. კი, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. მიდის ნელ-ნელა ვითარდება ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე ამაში, ასე ვთქვათ, არა უბრალოდ საოჯახო წარმოების დონეზე და არა მაგალითად იტალია რო ვთქვათ, ხო, მსგავსი პროდუქტი რაც აქვს, გრაპა. აიყვანეს აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე, იქ უკვე სხვადასხვა მიმართულებები არის. არ არის მხოლოდ მაგალითად არ არის აუცილებლად რომ მეღვინე იყო, რომ ჭაჭა აწარმოო, გრაპა აწარმოო მაგალითად იტალიაში, ხო, დღეს უამრავი დიდი დისტილერიები არის, რომლებიც საერთოდ ღვინოს არ აწარმოებენ. არიან გრაპაზე არიან გადართული, იმიტომ რომ ეს არის ყიდულობენ კარგი ღვინის წარმოებლებისგან მასალას, ჭაჭას და შემდეგ უკვე და გიორგი, აი ყველა მაგას ამბობს იტალია. რაღაცნაირად წამოწიეს რა ეს კულტურა რა. რა არის საჭირო, რომ დღეს საქართველოშიც, ალბათ როგორც იტალიელების სიყვარულია გრაპას მიმართ, არ ვიცი ეს რამდენ ხანში დადგება ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ზოგადად ჭაჭას აქვს ძალიან ბევრი ხელშემსვლელი. ერთი არის აქციზი. ძალიან დიდი პრობლემა არის. მეორე პრობლემა ეს არის ფალსიფიკაცია და აგერ გუშინაც და გუშინწინაც ვნახეთ, რაც ხდება ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ნუ ენდობით გაურკვეველ სპირტებს და ნუ ყიდულობთ მაღაზიაში რო შეხვალთ თუ უნდათ და ორ თუ უნდათ ნებისმიერ სასმელს ნუ ყიდულობთ. ეძიეთ, მოусმინეთ სხვა ადამიანებს და იმის მიხედვით გააკეთეთ კარგი არჩევანი. ეს ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. ნამდვილად ასეა. და აქ კიდევ პრობლემა ჭაჭას ის რომ არ არის პოპულარული. აი ამ ყველაფრის მიუხედავად აქ რამე შანსი ჭაჭას რომ გახდეს მომგებიანი ბიზნესი. ან მომგებიანი თუ არა რაღაცნაირად თავისთავი რომ აინც შეინახოს რა, სახალხო რო გახდეს და სუბკულტურა რო აღარ იყოს. მე მგონი რომ აქვს და შეუძლია ჭაჭამ გააკეთოს, ხელშეწყობა ჭირდება, რა თქმა უნდა. ერთი არის აქციზი, რაც ახსენე
ზოგადად საქართველოში როდესაც ესეთ პროდუქტი გაქვს, მაგალითად ღვინოზე ხო ხდება იგივე. შეგვიძლია ჭაჭაზეც იგივე იყოს და მივცეთ საშუალება. არა მხოლოდ ჭაჭას, ამ შემთხვევაში ჭაჭას როცა ლაპარაკობ, ხილის აღსაც გულისხმობ. რომ იყოს იგივე, ანუ რაც ქართული თეთრი დისტილატები რაც გვაქვს, თქო, ჭაჭა იქნება ეს თუ ხილის არაყი იქნება, ხილის ბრენდი, ხო? მივცეთ საშუალება, რომ მეწარმეამ განავითაროს ისე, რომ აქციზი არ ქონდეს. იყოს დავიწყოთ ამით. აქციზი რაღაც დროს საჭირო იქნება ბუნებრივია რომ ბოლო-ბოლო მცირე მეწარმეებს მაინც რო არ ქონდეს. პატაის ვინც 10000, 15000 ბოთლს აწარმოებს წელიწადში რა. ვიცით ამის საშუალება. მე არის უამრავი გამოფენები არის, რომელსაც აი სახელმწიფო დღეს აფინანსებს ღვინოსთვის განსაკუთრებით, მიდიან სადღაც მიყავთ. მიამატა იქ 1-2 ბოთლი ჭაჭა რა, ჩავსვიო, ბოთლი ჭაჭა რა, ვიღაცამ ნახოს რომ რაღაცა კიდე აკეთებ. მარტო ისა უნდა იყოს რომ აი რა ჩამოვა აქ რაღაცა ტურისტი და აი დავალევინოთ რაღაცა. ხო რა, დავათროთ რაღაცა. აი ბოლოს აი რაღაცა უროს ჩაარტყავ თავში ესეთ სასმელად არ უნდა აღვიქვათ ეს ჭაჭა, იმიტომ რომ მართლა ნატიფი არის, თუ კარგად გააკეთებ. საკმაოდ სასიამოვნო არის, თუ კარგად მოხდი თავს, ბოლოს ფრაქციება დაყოფ. ხო, ძალიან კარგი სასმელი არის, მოდი ბევრი ვარ ვილაპარაკოთ. თან გავსინჯოთ, ხო, თან გავსინჯოთ. კარგი, რა გავსინჯოთ? მე მინდა რომ აი მე პირადად რაც მომწონს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული ჭაჭა არის ჩემთვის, ეს არის ესე იგი ფაფრისველის ეს არის ბიო ჭაჭა. ბიო მეღვინეობა არის, ჭაჭასაც ბიო ჭაჭა აწერია, ხა ჭაჭას შემთხვევაში არ ვიცი ბიო რას ნიშნავს, არა? ანუ ბიო ნიშნავს ჭაჭის შემთხვევაში იმას, რომ ბიო ყურძნიდან არის გამოხდილი რა, თორე ნუ ბიო ხო, ნუ ალბათ ცეცხლთან აგვაქვს საქმე უკვე. ტრადიციული მეთოდით არის გამოხდილი. ეს არის ფაფრის ველი, ხო? ღვინო ფაფრის ხო. კი, ვიცი, უბრალოდ მაყურებლისთვის თორე. ერთ-ერთი საუკეთესო საფერავი მოდის. და შესაბამისად ამისგან უკვე მე ვთქვათ ნარჩენი ჭაჭა რაც აქვს იმას. ხო არ იცი შენ ერთ ნახადია, ორ ნახადია როგორ აკეთებენ პრინციპი ხო არ იცი? არ ვიცი ზუსტად, მაგრამ წესით ორ ნახადი უნდა იყოს. იმედი მაქვს რომ ყოველ შემთხვევაში ორ ნახადია და უი მაგაზეც უნდა დავლიოთ და მე მაგაზე ვკითხავთ. მოდი გავსინჯოთ ჯერ, ხო? ხო, აი მე მიყვარს, როდესაც ჭაჭას ეს აი ცუდად როცა დაამზადებს სიმყრალე რაც აქვს, ხო? აი ეს როცა კარგად დამზადებულს ეს სინატიფეში გადადის ეს არომატი, ჭაჭის არომატი როცა მოყვება. დღეს ბევრი მწარმოებელი ამას ცდილობს რომ მოაცალოს, აი, მაგრამ რაფინირებულ ჭაჭას უშვებს ისე რომ უკვე ვოდკასა და ჭაჭას შორის ზღვარი ისე არის. არა, ეგ ჭაჭა აღარ არის, რა თქმა უნდა, ჭაჭას უნდა კონდეს ყურძნისეული არომატი. აი ამას აქ ხა ძალიან კარგად ყურძნისეული არომატები, უფრო ყურძნის ჩირებისკენ მიმავალი, ქიშმიშისკენ, ესეთი. გამჭვირვალეც ნახე ძალიან კარგია. სიტუაცია უფრო თხილეული არომატები აქვს და ძალიან სასიამოვნოა. მე მომწონს, როცა აი ესეთ რაღაც გემოს კიტოებს, რომ აი ეს არის კარგად დამუშავებული ჭაჭა. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ საუკეთესო ცხვირთან საქართველოში და იმიტომ ლაპარაკობ ძალიან მაგრად მეგობრებო. ხო, ნუ სპირტიზიანის გასინჯვის დროს ღვინოსგან განსხვავებით ძალიან არ უნდა ჩავყოთ ცხვირი ეს ისე. ხო, ეს ჯერ ცოტა ზევიდან, მე ნელ-ნელა მიგვაქვს. გავსინჯოთ, მოდი. გავსინჯოთ და შენ წამოწყებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს და იმასაც გაუმარჯოს შენ რო გააგრძელებ მალე ვიდეოებს. ხო, აი უკვე. ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი ჭაჭა. კი, ძალიან კარგი ჭაჭა არის და ხოლმე 58 აქვს, მაგრამ აი არც იგრძნობა ესეთი სასიამოვნო. აი ეგ ძალიან საინტერესოა ხოლმე. გამისინჯავს ჭაჭები, რომელსაც აქვს მაღალი ალკოჰოლი, მაგრამ ხელში არ გეცემა რა, უცბად და საინტერესო არის. აი მხოლოდ ალკოჰოლი არ არის. ხო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ალკოჰოლი არ არის და ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ რაც უფრო კარგად გავეცნობით ჩვენ ჭაჭას და სხვა სასმელებსაც, ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენთ, ბევრ საინტერესოს ვიპოვნით და უფრო კულტურულად დავიწყებთ მოხმარებას. საინტერესო არის როგორ ხდიან, როგორ ამზადებენ ამის გაცნობა, შეცნობა და ჩვენ თვითონაც გავიზრდებით რა. ძალიან მაგარი ჭაჭა არის. ოჩა. ძალიან კარგი ჭაჭა არის. ჯერჯერობით კარგ ფასად არის და იმედია დიდხანს დარჩება ასეთ ფასად. და არ გადვირდება ხო? მე ძალიან მომწონს. კარგი. მოდი ახლა შეგვიძლია თუ გინდა ეს რა არის მითხარი? ეს არის ქილიპას ჭაჭა. ირაკი ქილიფთარი არის ესეთი ბიჭი, რომელიც ამზადებს ამ ჭაჭას. ნუ ძველი დამზადებული 2000 წლის 2013 წლის დამზადებული არის ეს ალკოჰოლი 59. კი. და დაახლოებით 36-38 თვე არის გაჩერებული ფრანგული მუხის კასრებში.
შენ როგორი გრადუსი მოგწონს? მაღალი, საშუალო, დაბალი, აი ჭაჭაში გულისხმობ რა. მე ვთვლი რომ აი 45-ის ზემოთ უნდა იყოს რა, 46 კარგი იდეალური არის ზემოთ. ხო. მაგრამ არა, მაგალითად 65 და რაღაც ანუ აი იდეალური არის სადღაც 45-დან 50-ის პარლებში არის იდეალური ზღვარი იმისთვის რომ არომატების დაიჭირო, რაც უფრო გაანეიტრალოს წყლით, რა თქმა უნდა, არომატებიც ეცლება მე ჭაჭას, ამიტომ თუ დავიჭერთ ამ იმას. კარგი ბატონო. კარგია. ქილიპა კი. დღესაც აწარმოებენ? მე მგონი დღესაც აწარმოებს. ხო, თქვა ჯერჯერობით ეს 2013-ის აქვს, მაგრამ ხო, საინტერესო ან კაი ხმის. ბევრგან არბილებული იქნება უფრო. ბევრგან არ იყიდება, ეხლა ანუ არ შემხვედრია მაღაზიებში და ბევრად ვიცნობ პირადად და პრინციპიც ეგ გვაქვს ზირთადად მაღაზიაში სახსა ალკოჰოლის შემოტანის ეგ გვაქვს რომ ჩვენ თვითონ უნდა მოგწონდეს პირველ რიგში. შეიძლება შენი აზრით რომ ჭაჭა და ვისკი ტექნოლოგიურად სადღაც გადაიკვეთოს. აი მაგალითად აი ხლა ჩვენ ვსინჯავთ მუხაში დავარგებულ ჭაჭას და უკვე ფერიც ისეთი აქვს რა, დაახლოებით ისეთი როგორც ვისკის. გასაგებია რომ სხვადასხვა პროდუქტებია, მაგრამ კი, რომ დაუდგეს გვერდით შეიძლება აი თქვათ რაღაცა ესეთი სტილის ჭაჭა რაღაც დავარგებული ამდენი წლის და ასე შემდეგ. ხო, ან მაგაზე მეც მიფიქრია და ერთი რო წყარო სხვადასხვა აქვს, ხა ერთი ეს ყურძნისეული არის, მეორე მარცვლეული არის. ხო, გასაგებია რა. არჩევანის ან მარცვლეული მეტად მრავალფეროვანი არის, ხა ყურძენი არის, კაი შეიძლება თეთრი და წითელი იყოს, მაგრამ მაინც ყურძენი არის და ამაში ვართ. მაგრამ თვითონ მაგაზეც მიფიქრია, რომ შეგვიძლია ორი სტილი გავაჩინოთ საქართველოში ჭაჭის. ერთი არის ტრადიციული, ანუ სტანდარტული ეგრეთ წოდებული პოცტილით გამოხდილი, როდესაც გამოხდილი და უშუალოდ მინიმუმ ორჯერ გამოხდის, მოხსნის თავს, კუც, შუაშიც რაღაც ფაქციებად აიღებს, თავისი რაღაც ხელოვნებას ჩადებს, არ მხოლოდ ტექნოლოგიური ნაწილი იქნება, არამედ ხელოვნების ნაწილიც, თვითონ დისტილატორზე იქნება უკვე ბევრი რამე დამოკიდებული და მეორე არის ეს სტანდარტული ინდუსტრიული გამოსახდელი ქვაბები რაც არის, რომელსაც ფირფიტები აქვს და ბევრ რამეს უკვე თვითონ აკეთებს ფაქტობრივად ავტომატურად. შეგვიძლია ეგ მიმართულება გავაჩინოთ, ვისკიშიც ეგრე არის, მაგალითად ესენი ახლა პოცტილის ვისკები არის, მაგრამ ზუსტად იგივე შემცველობით პროდუქტი რო გამოვხადოთ ეგრეთ წოდებულ column სტილში, მაშინ უკვე იქნება single grain whisky, ან რაღაც grain whisky-ს დაარქმევენ. ეს არის ხა single malt-ი, ანუ ერთ დისტილერიაში მხოლოდ ქერის ალაოსგან დამზადებული ვისკი ტრადიციული გამოსახდელი ქვაბით. არის ბლენდი. ბლენდი არის აი ეს მეორე კატეგორია და ეს ერთმანეთს როცა შეერევა. და ჩვენ შეგვიძლია ეგ მესამე კატეგორიაც გავაჩინოთ ჭაჭაში, ასეთის და ისეთის. ამას უკვე ბევრი ვინმე აკეთებს, აი რომში აკეთებენ ამას, ჯინში აკეთებენ ამას, ბევრი აკეთებს, ანუ ყველა სხვა მონათესავე სპირტის სფეროებიდან შეგვიძლია რაღაცები ავიღოთ. ეს მხოლოდ გამოხდის ეტაპზე ვლაპარაკობთ ახლა. შეგვიძლია კასრებზე წავიდეთ. აი რამდენჯერ ვიფიქრია, რომ ხო აქვთ არა, აი ხა წარმოვიდგინე მუკუზანის ღვინო დაამზადა ვიღაცამ, აი ეს კასრები გამოილია მუკუზანი რამდენჯერმე გადააძველა ამ კასრში და დარჩა ახლა ეს მუკუზანის გამოვლილი კასრი. გაუშვი ჭაჭა რა, მუკუზანის არ შეუკეთო ფეთში. ანუ რავი, ან სხვაგან არ გაუხდა. გაუშვი ჭაჭა რა, აი ხა წარმოვიდგინე კარგი მუკუზანი დავარგებული და იქ გაუშვი მუკუზანისთანვე მიღებული ჭაჭა. კი ბატონო, ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო. ხო, ალბათ იქნება რაღაც გადასარევი პროდუქტი. მაგრამ რა ქნას ხო ვერ გაყიდის? აი ეგ არის პრობლემა რა. აი გაყიდის, აი მე მგონია რომ გაყიდის. უბრალოდ შენ თვითონ უნდა დააფასო შენი პროდუქტი. სანამ შენ თვითონ არ აფასებ შენ პროდუქტს, არავინ არ იყიდის ამას. აი არის აი გაყიდვაზეც მითხარი ახლა. გაქვს შენ აგერ ხედავთ ვისკები და ჭაჭას. შემოვიდა მომხმარებელი. შეიძლება მე არ გულისხმობ ისეთ მოყვარულს, რომელმაც იცის და რაღაც. ჩვეულებრივ ნეიტრალური მომხმარებელი და არჩევს. ან საჩუქრად უნდა, ან რაღაც. ეგეთ მომხმარებელს ზიოლად დაარწმუნებს, სადაც ძვირფასი და კარგი ვისკი გიდევს, რომ იმის გვერდით, რომ ძალიან კარგი ჭაჭა მაქვს და მოდი აბა იქნებ ეს გასინჯო. ნუ თუ ძალიან კარგი და შესაბამისი შეფუთვით და ასე შემდეგ იქნება, დაარწმუნებ ალბათ. მაგრამ აი ესე უბრალოდ რაღაც. მაგრამ ახლა ესე ალბათ ვერა. ეხლა ჩვენთან რო გითხრა ის იტყვის რომ ჭაჭაა და ხო რაღაცა ესე. ხო შეიძლება ეგრეთ თქვას, მაგრამ თუ კარგი უკან ისტორია იქნება, კარგი შეფუთვა იქნება, რაღაც ვიცით
სახელიც უნდა ქონდეს თვითონ პროდუქციაც კარგი, ახლა ძნელია რომ მარტო მე თქვა რომ აი მართლა მაგარი ჭაჭა არის და აი რო აჩუქებ ახრთოვანდება ვიღაც. იმანაც იცის რომ თვითონ შეიძლება აფასეთოს ამ ჭაჭას, მაგრამ ვისაც მიიტანს იმისგან არა ეგეთი მოლოდინი, იმას შეიძლება იმან თქვას რომ ამარა ჭაჭა მაჩუქა, ამე კარგი ნორმალურია ჩუქებინა რაღაცა. ხო, იტყვის რა ბუნებრივია რომ საქართველოს ეგრეა, ხა ცოტა ხელწამოსაკრავად არის რა ჭაჭა. კი, მესმის და თან ალბათ სუპროდუქტია რა. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ კარგი შეფუთვით თუ არის რაღაცა პროდუქტი, წარმოგიდგენია რომ ეს რაღაცა ძვირფასია და მაღალ ხარისხია. ანუ არიან ხა საქართველოში კარგი მწარმოებლები არიან. ახალგაზრდა ბიჭები ვინც დაიწყეს და ფაქტობრივად დისტილატორზე მუშაობენ, აი Goldsmith შემიძლია ერთი დისტილერია თქვა. კი, ვიცი, მაგათ თუ საუბრე და ძალიან კარგად აკეთებს, აი მაგალითად დაიწყო რაღაც კასებში გაშვება და ასე შემდეგ. ანუ კარგი რაღაც უკვე ლიმიტირებული გამოშვებები აქვს და ასე შემდეგ და საინტერესო პროდუქტებს აკეთებს. რავი, იგივე საბახუციშვილი შემიძლია თქვა. ბევრი არიან. მაგალითად ხილის მიმართულებით გიორგი გაბრიჭიძე არის იმერეთში, რომ ძალიან კარგად ამზადებს, სპირტაურაში უკვე იყავი, ხო? ის კარგად სპირტებს ამზადებს. ანუ არიან უკვე ხალხი, ვინც მოკიდა სპირტსხელი და მიყვება ამ საკითხს. ან შალვა ალელიშვილი ვთქვა. კი ბატონო, შალვას უკვე რა მეცნიერულ დონემდე ყავს დაყვანილი ეს საქმე. კი, ძალიან კარგია, უბრალოდ ამას ლაპარაკი უნდა და ხალხთან მიტანა უნდა. მე ხო აკეთებ ამ საქმეს. ხო, მაგრამ მათვაც რო ილაპარაკონ უკეთესი არის ხდები. ეხა უკეთესად იტყვის თქვათ ის მეცნიერულ დონეზე აყვანილი, ხო. პლატფორმა უნდა მივცეთ, რომ ილაპარაკონ, რაღაც უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო, სადაც ეხლა მე და ეს ჭაჭის ფესტივალიც რო დაიწყეს, კარგი რამე ახლა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის ხდები. ეგ არის, რა თქმა უნდა, კარგია, რაღაცა რო იწყება, კარგია, მაგრამ თუმცა აი თრობის დღესასწაულად არ უნდა იქცეს, უბრალოდ ცოტა სხვანაირად უნდა და ეგ ძალიან რთული არის. ჭაჭა რო არის უამრავი და ადამიანი მოდის არ დათვრეო, ეგ ეხლა ვსინჯავთ. ეხლა ვსინჯავთ კილიპას ამ დაძაბულ ჭაჭას. ნახოთ. რომელიც ტრადიციულად აი ჩოლებრივი პოცტილის სტილის ქვავით არის გამოხდილი, ორჯერ გამოხდილი. ეგ არის, არის დარბილებული. აჰა, გასაგები არის. ანუ რექტიფიკატორით არ არის გაკეთებული. ხო, მე პირადად ეგეც ვანიჭებ უპირატესობას. რექტიფიკატორი მგონია. ანუ შენ მოგწონს ორჯერადი პოცტილი. კი. ნუ შეუძლია ორნახევარი აი უყურე პირველი გამოხდის რაღაც არის მომენტი როგორიცი? რექტიფიკატორებს აქვს ფუნქცია, რომ პოცტილათაც გამოგიხადოს. რაღაცა პროცენტს აიღებ პოცტილს, რაღაცა პროცენტს აიღებ რექტიფიკატორს, ამასაც ეს ექსპერიმენტია, რეგულ წარმოებებმა უნდა აკეთოს ეს ყველა. ხო, უნდა აკეთოს. იმიტომ რომ რაღაცა გამოგივა. თუ ამას არ გააკეთებ და უბრალოდ ისე მიუშვებ, ან გამოგივა ერთნახადი შხამი, ან გამოგივა რექტიფიკატორი, რომელსაც გამოცლილი აქვს ყველაფერი, სული არ აქვს, ამას ხოლმე სულად სფირით ქვია, თქო რა ქვია ეს. ძალიან სასიამოვნო არის. ჭაჭვირზე ისეთი არის რა. უფრო დარბილებული, დაბალანსებული მეჭაჭეებს გავუმარჯოთ. აი ხლა ეს რამდენი გრადუსია? 59. არ ეთყობა, ხო? არ ეთყობა. იმიტომ რომ აი არის კარგი გამოხდა. როდესაც ამ რახებს არ მიაყოლებ. როდესაც ბოლო წვეთამდე არ გამოხდი. წარმოგიდგენია რამხელა ალკოჰოლია და როგორ ეხა უყურე ბოლო აფთერთ. ხო, აი ძალიან მაგარი არის. ძალიან კარგი არის, იმედი მაქვს რომ გრძელდება ეს პროდუქტი. იმედი მაქვს, აი შენ თუ ხართ ბიჭებო და აკეთებთ ამას, ოჩახ თქვენ გაგიმარჯოთ, ძალიან კარგი პროდუქტი გქონია. ხო, როგორ მომეწონა რა. ფრანგული მუხა არის, უკვე შოკოლადის გემოსკენ. კი. მაგას ვიძახი რომ ის არის რა ჭაჭა არ არის, დონეა რა, რაღაცა რა, შეგიძლია რომ ხო აღარ არის, ანუ ერთი მიმიკა არ ქონია არაფერი, რომ აი უფ რაღაცა არა. ესე რო აკეთე. ხო, აი სასიამოვნო დაილია, იმიტომ რომ პროდუქტი არის კარგად გაკეთებული. როგორც კი კარგად გააკეთე პროდუქტს, ხა ეს მაგალითად ჩვენთან ძალიან კარგად იყიდება. ანუ ხალხი მოდის უკვე იცის ვიღაცამ რომ ეს კარგი ჭაჭა არის და ამას ყიდულობს აქტიურად მოდიან. და აფასებს უკვე. კი, ანუ უკვე ამას თავის მომხმარებელი ყავს აქ მაღაზიაში. ახლებიც მოდიან. ყოველთვის გვაქვს ხოლმე ერთი ბოთლი მაინც გახსნილი, რაღაც სხვადასხვა ვისკი, ჭაჭა ასე შემდეგ და ვასინჯებთ ამას. მოდი ახლა ვისკი გავსინჯოთ და ცოტა რამ ვისკიზე ვილაპარაკოთ, მერე ისევ დაუბრუნდეთ ჭაჭას. ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს ვისკი. კი, ვისკი. ყველაზე მეტად გიყვარს ვისკი. ნომერ პირველი სასმელი არის. ნომერ პირველი სასმელი. არ მეწყინონ მეჭაჭეები. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ რომ
პოპულარიზაცია გაუწიოთ, ამას არ ჭირდება პოპულარიზაცია მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამაზე ნამუშევარია. ხო და აი მაგრა იმუშავეს, წლებია, ხო, ალბათ საუკუნეებია მუშაობენ, რა ვიცი ახლა, ნუ 1-2 საუკუნე მაინც, რომ ვისკი რაღაცა, აი ესეთი ეგრეთ ვერ ვიტყვით, ანუ არის რაღაცა მოცემულობები, რომლებიც კარგად უნდა გამოიყენო კონკრეტულ დროს და კონკრეტულ მომენტში, აგრეთვე სანამ ვისკი პოპულარული ხდებოდა, მანამდე იყო პოპულარული ბრენდი და კონიაკი. მე როგორც ვიცით ეს ფილოქსერა რომ მოედო ვენახებს და გაანადგურა ფილოქსერა და მილდიუ იყო ეგეთ დაავადებები. გაანადგურა ვენახები, შესაბამისად ბრენდის და კონიაკის რაოდენობაც შემცირდა, ბუნებრივი არის, დაილია სასმელები და ამ დროს სწორ დროს და სწორ მომენტში ვისკიმ გამოიჩინა თავი და დაიწყო ვისკის მიწოდება იმ ხალხისთვის, ვინც რაღაცით უნდა ჩაენაცვლებინათ ეს უზნისეული პროდუქტები. ეს არის ვისკი. კასრები ჰქონდათ, ხო, აი განსაკუთრებით ბრიტანეთში პოპულარული არის ესეთი სასმელები, როგორც შემაგრებული ღვინოები, აი ხერესი, პორტვენი და ასე შემდეგ და იმის ნარჩენი კასრები ჰქონდათ. დაიწყეს იქ გაშვება ამ ვისკის გადასაზიდად ან ასე შემდეგ და მე დააღმოჩნდა რომ კარგი გემოსაც აძლევს დასაწვილებლად. იყენებდნენ სხვა ტიპის სხვადასხვანაირ კასრებსაც, მაგალითად ისეთ კასრებსაც, სადაც მანამდე თევზი ინახებოდა, სპეციფიკური გემოს რა თქმა უნდა აძლევს, მაგრამ ნუ ეს ვისკიც იყო ჩვეულებრივი ექსპერიმენტები ატარეს. არა, ჩვეულებრივი სახლის სასმელი იყო ვისკი დაახლოებით 1400-1500 წლებიდან უკვე აქტიურად ამზადებს შოტლანდიაც და ირლანდიაც ერთმანეთს ედავებიან წარმოშობაზე, რომელი არის პირველი, მაგრამ ბერებმა შეიტანეს ეს გამოხდის ტექნოლოგია. დაიწყეს ამის დამზადება მარცვლეულისგან, ახლა იმათ რაც ჰქონდათ, იმის ყურძენი იქ არ არის, ახლა ჩრდილოეთში. სამასად მარცვლეულისგან რაც ჰქონდათ, იმისგან ამზადებდნენ სპირტს, რომ გამოეხადათ და დაელიათ. სახლის მოხმარების პროდუქტი არის ჩვეულებრივი, რომელიც ნელ-ნელა და თეთრი იყო, ხო, ალბათ. პირველი ჩვეულებრივი თეთრი. ეხლაც თეთრი ისინჯება, ხო? თავიდან დეგუსტაცია და რაღაცა როცა გამომხდელი და ამზადებს ამას, პირველი თეთრი არის, რომელიც ახლა 70 გრადუსი შეიძლება იყოს 75% ალკოჰოლის და ამას ინჯავენ, დაყავთ ახლა წყალს ამატებს. ხელით ბევრი ის არის რა, დღემდე ბევრი დისტილერია არის, რომელიც აბსოლუტურად ძველი სტილით ამზადებს. ახლა ჩვენც გვაქვს ესეთი ედრადაუერის დისტილერია, ჩემს უკანაც არის, რომელიც დღემდე ხელის პრინციპით ამზადებს ყველაფერს, ავტომატიზაცია ფაქტობრივად არ არის, სპირტის გამოხდის დროსაც იმ მეთოდებს იყენებენ, რასაც ძველები იყენებდნენ, რომ გაიგონ იქ სპირტში რამე ხო არ არის წყალი შერევი და ათეთრდება თუ არა, აიმღრება თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ეგეთი პრინციპით სინჯავენ და ეს არის ჩვეულებრივი სახლის მოხმარების პროდუქტი, რომელიც სოფლიოს გააცნეს, აიყვანეს უმაღლეს დონეზე 1823 წლიდან მოხდა ლიცენზირებები, ანუ უკვე სახში ესე შენთვის მარტივად არალეგალურად აღარ გამოხდიდი, უკვე ლიცენზირებული უნდა ყოფილიყო დისტილერიები. ამას მოყვა მე და კაცრი კრიტერიუმებიც ექნებოდა. კრიტერიუმები ჩამოყალიბდა, რომელიც თითქმის ყოველ წელს, რა ვიცი, რაღაც ახალი წესი ემატება ან აკლდება და ესე შემდეგ რაღაცებით განისაზღვრება ხოლმე და დღეს უკვე ჩარჩოში არის ჩასმული. განვითარების ისეთი ჩარჩოში არ არის ესეთ მკაცრად, მაგალითად როგორც კონიაკი არის, კონიაკი ძალიან მკაცრ ჩარჩოში არის და ფაქტობრივად გადახვევები არ ხდება და ამიტომ ბევრი სხვადასხვა სახლის კონიაკი ერთმანეთს გავს. ძალიან უნდა მოინდომოს იქ წარმოებამ რომ რაღაცით განსხვავებული იყოს. ამ შემთხვევაში ნაირფეროვნება მაღალი არის, კასრების ნაირფეროვნება არის, უამრავ სხვადასხვა სტილის კასრს მუხაზე ვარ შეზღუდული, მაგრამ იმ მუხაში შეიძლება იყოს სხვადასხვა რამე ნამყოფი მანამდე და ამიტომ პროდუქტიც მე ერთმანეთისგან განსხვავებული გამოდის. ეხლა რასაც გავსინჯოთ არის ერთ-ერთი ტიპიური შოტლანდიური ვისკი, რომელიც მე ვთვლი რომ თუ იმას ჯერ არ გაუსინჯავს ქერის ალაუს ვისკი, ანუ ერთ დისტილერია single malt, ასე ჩვენთან ერთ ალაუიანს ეძახიან, მაგრამ რეალურად ნიშნავს რომ ერთ დისტილერიაში ქერის ალაუსგან ნებისმიერი რაოდენობის არ არის აუცილებლად ერთი სახეობის იყოს, ქერის ალაუსგან დამზადებული ვისკი სწორი გამოსახდელი ქვაბით. ანუ ესეთი ფირფიტების და ასე შემდეგ არის, ანუ ტრადიციული გამოსახდელი ქვაბით მინიმუმ ორჯერ უნდა გამოიხადოს. აჰა, ძალიან საინტერესოა. დაძველებული არის მინიმუმ 10 წელი, ანუ როცა თარიღი აწერია ზეთ რამე, ეს ნიშნავს რომ მინიმუმ ამდენი წლის არის პროდუქტი. რაღაცა უნდა გითხრა ეხლა რა, რეალურად აი ხა ძართულია ხან დავიჯერო ხოლმე. არის ამდენი მარაგები, რომ აი 10 წლის დაძველება არის? იქნება აღარ არის სოფლიოში, მაგრამ ეგ მარაგი, რომ 20 წლის გამოიტანოს, ეხა ის ხო აძვირებს ძალიან არა, იმას რა ქვია პროდუქტს რა და 35 წელსაც კი. აძვირებს. არა, ეს მის ხო. ხო და მაგრამ
ეხლა შენ შეინახო 10 წელი, 20 წელი ეხლა შეიძლება ვეღარ ციცოცხლო მაგდე ეხლა და შენ მას ფილმმა გამოიტანოს. გაძლევდეს ინდუსტრია უნდა გაძლევდეს ამის საშუალებას ეს სფერო. ახლა ამათ ესენი დარწმუნებულები არიან, რომ ამას პოპულარობა ექნება, ანუ რაღაცა კატასტროფა თუ არ მოხდა, როგორც ბავშვად რაღაცა დროს დაემართა ბრენდის, ხო? და 20 წლის მერე გაყიდის ამას რა, მაგის იმედიც არ და აჩერებს. კი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ახლა ჩვენთან მინიმუმ 3 წლის უნდა იყოს, რომ გამოუშვან რისკი, ეს 3 წელი მინიმუმ კასრში უნდა გააჩერო. ეხლა ორი ტიპის კასრი არის გამოყენებული, ანუ ორივე არის ექს-კასრები, ანუ მანამდე რაღაცა ძველდებოდა იმ კასრებში. ესე იგი, ერთში ძველდებოდა ამერიკული ბურბონი, ამერიკული ვისკი და მეორე სტილის კასრში ძველდებოდა ესპანური ხერესი, შემაგრებული ღვინო, შერი. და ეს ორი კასრი, დიდი რაღაც გასაგები. დიდი რაოდენობის კასრები ერთმანეთში შეაზავა. Master Blender-მა და გამოუშვა ძალიან ესეთი ნატიფი ვისკი, რასაც ხილის. რა სასიამოვნო ის აქვს, ნახე. აი ესეთი. რა გაიწვირი აქვს. ეს მოწონს როგორც დამწყებს, ისე მოყვარს. ხო, აიცი რატო? იმდენად მართლა ეს იმდენად სასიამოვნო არის. ფერი არის ხილი, ნატურალური, შოტლანდიაში იციან ხოლმე საღებავების გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ნატურალურთან გვაქვს საქმე. 46 გრადუსი არის აქაც. გაუფილტრავი ვისკი არის, ანუ რაც გამოვიდა ხილები იგზნობა ძალიან კარგად. კი. ვისკის შემთხვევაში გემო არის 50% დაახლოებით კასრი, ანუ რასაც ვისკის გემოში ვიგებთ. დარჩენი არის უკვე ფერმენტაცია, გამოხდა, ყველაფერი ერთად არის. აი ჭაწის შემთხვევაში, თეთრის შემთხვევაში რა თქმა უნდა დისტილაცია არის. დისტილაცია და თუმცა დაძველებას უკვე კასრი წაიღებს თავისას. აბა გავსინდი, ვისკისაც გაუმარჯოს. გაუმარჯოს რა თქმა უნდა. ვისკის მოყვარულებო გაგიმარჯოთ, ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს ცხვირის, ეხლა ვნახოთ გემო. კარგი არა? ძალიან კარგი არის და ძალიან სასიამოვნო დასალევია. ძალიან. ეს არის შოტლანდიური არანი, კუნძული არის ასეთ დასახელებით არანი და იქ მზადდება ეს ვისკი. და აქ რო აწერია 10, ეგ ნიშნავს რომ მინიმუმ 10 არის, ხო? შეიძლება იყოს 12, 13 და ასე შემდეგ. მაგრამ იმის დაწერის უფლება არ აქვს. იმის დაწერის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ შეცდომაში არ შეიყვანო მე მომხმარებელი. აი ეს რეგლამენტირებული არის ასე მკაცრად. ხო, აი ეთყობა რომ ძალიან მაღალი დონის სასმელი არის და ძალიან სასიამოვნო არის რა. ეს შეიძლება ისე ჩაცალო რომ ვერც გაიგო. და ალბათ ჩაგიცლია კიდევაც. კი. აი რაზე ვიფიქრია იცი ახლა პირველად მინდა გავაჟღერო შენთან საუბარში ამ 10 წელმა და ეტიკეტზე დატანა მოიტანა ეს რა. კონიაკს ხო აქ ვარსკვლავები და ვიესი და ესენ და ეს. ამასაც რაღაც თავის. არ შეიძლება რამე მოვიფიქროთ ისეთი ამ წუთას არა ზოგადად ქვეყანაში რომ ჭაჭასაც კონდეს რაღაც თავის ნიშნები დაძველების მიხედვით, თქო 2 წლიანს რაღაცა ნიშანი, არ ვიცი რა ნიშანი მოვიდა. ავიღოთ პირდაპირ რაც არის პრაქტიკა, რა ახლის გამოგონებაც არ გვინდა, იმიტომ რომ სოფლიოსაც უნდა ისმოდეს. არა, უნდა ესმოდეს, მაგრამ ახლა თლად ვარსკვლავი დაიტანოს ზეთ კონიაკივით, გეტყვიან რომ ეს კონიაკის ნიშანია ძმაო და რაღაცა. არ ხო შეიძლება ვარსკვლავი არაფერს არ ნიშნავს, იცი ეგ? არა. ხო, რეგლამენტი ჩვენ გვაქვს სპეციალური სასმელების, მათ შორის ვისკიც არის რეგლამენტირებული, ძალიან მყიფეთ, ორი წინადადებით, მაგრამ არის რეგლამენტირებული და მათ შორის არის ბრენდი რეგლამენტირებული, ანუ ეს რასაც კონიაკს ვეძახით, ქართული თუ არის, მაშინ ბრენდი არის კონიაკი, ხიბაც საფრანგეთში ხოლმე კონიაკში. ვარსკვლავებზე არაფერი არის საუბარი, რეგლამენტში არც VSO-ზე, არც XO-ზე არ არის, ერთ-ერთი არის და ბრენდი დაძველებული, ბრენდი რაღაცნაირად დაძველებული, ასეთი ტერმინოლოგიით გვაქვს. ძალიან ზედაპირული არის. რეგლამენტირებული, რომელიც როგორც ასეთ თავარ ეტიკეტზე არ აწერია ხოლმე, ან თუ წაიკითხავ კონტრეტიკეტზე უწერიათ ესეთი რაღაცები. მე რომ დაიჯერო, ალბათ თარიღი უნდა ასაკი უნდა დააწეროს, წარმოებმა თვითონ დააწეროს, რომ 25 წლის არის მინიმუმ და მაშინ დედასპიცა ვარ, თან იქვე უნდა მიაწეროს გვერდით რა. ხო, რა, ეგეთი ის არის. მაგრამ ნუ ჭირდება ეს ამას ჭირდება რომ ეს კანონები როცა იწერება ან ვინც რეგლამენტს ადგენს იქ რა ვიცი მხოლოდ ზოგადად რაღაცა დარგის ცოდნე არ ყავდეთ და არამედ უშუალოდ წარმოებლებიც იყვნენ ჩართული იმ დროს როდესაც რაღაც ვინც დაიწყებს რაღაც ჭაჭას რეგლამენტის წერას არა ზოგადად სპირტის ცოდნე რა ვარ მე არამედ ჭაჭის წარმოებელი
უნდა იყოს იქ ჩართული რამდენიმე ან რაღაც ასოციაცია და ასე შემდეგ, რომ აი ეს რეგლამენტი იმ ხალხის რასაც აკეთებენ დღეს, რაც აქვს საქმე პრაქტიკაში იმის მიხედვით აი მაგ ასოციაციას კარგად შეეხედა რაღაცა ეხა არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ თანდათან მე მგონი რაღაცეები შეიქმნება და უფრო უშუალოდ ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და თქვათ იმ პრობლემებს, რა პრობლემები დისტილაციაშია დღეს ქვეყანაში, უფრო ახლოს მიიტანს, გააცნობს და ყოველ შემთხვევაში იმას მაინც იმუშავებს, რომ აი ეგეთი რაღაცეები მოგვარდეს რა. ეს ძალიან მომეწონა. წოდი ჩავცავთ, ხო იცი? კარანტინის ფილმში არის, ვინც კაცს ბოლომდე არ დალევს. ცალკე ქვაბი ხარშება ჯოჯოხეთში. კარანტინოსაც გაუმარიშოს. აბაჰე, ძალიან კარგია მეგობრებო. მშვენიერია. ეხლა რა მითხარი, იცი? აი, როდესაც მაღაზიაში არჩევ ჭაჭაზე მინდა ლაპარაკი რა. ეხლა აქ შენთან არდებს ყველა ჭაჭა რაც ქვეყანაში იწარმოება, დევს რამდენიმე. როგორ არჩევ? რა რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ღირსეული ვისკის გვერდით დაიდოს ჭაჭა? ძალიან სუბიექტური კრიტერიუმები გვაქვს. სამნი ვართ ამ საქმეში ერთად. უნდა მოგვეწონოს. ეგ არის ჩვენი კრიტერიუმი. ჩვენ თუ მოგწონს, მაშინ დებთ, იმიტომ რომ აქ ხა უმეტესობა ჩვენ არა ვართ დიდი ბიზნესი, მცირე ბიზნესი ვართ. ხალხი გვიცნობს, პირადად გვიცნობს და ამიტომ მე ვიღაცას ამას რო ურჩევ, ის ჩემი პირადი ის არის უკვე, ასე ვთქვათ, ჩემი სახელით არის ნარჩევი შესაბამისად. ასაგე პერსონალიტი არის. იგივე არის საბან გიორგი, ხო, ჩემი ისინი პარტნიორები ამ საქმეში, ჩემი მეგობრები. ისინი რო იტყვიან, რომ ეს კარგი არის, ესე იგი ის კარგი უნდა იყოს. იმიტომ რომ აქედან დალიოდა მე აღმოჩნდეს, რომ კარგი არ არის და შეაკავე. აი ხო და საინტერესო ხა ერთ ჩამჭრელ კითხვას მოგცემ. მიპასუხე, აი მოგიტანე მე და გეუბნები, რომ კარგი გასინჯე და მართლა მოგეწონე. და სხვა მომიტანე მე? არა, ხო არიცი როგორ ვამზადებ. ამას ხო აქვს მნიშვნელობა. არა, ნუ კითხავ ეხლა, რა თქმა უნდა. ხო, რაღაცა ბექგრაუნდი ხო უნდა ქონდეს. არა, რა თქმა უნდა, ხო, არა, მაგას გამოკითხავთ კი. გამოკითხავთ, ხო? ხო, არა, მხოლოდ ისე არა, ხო, არა, რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება ეხლა შენ რაღაც მომიტანო ნეიტრალური სპირტის იყოს და იქ რაღაც ესენციებით რაღაცა შექმნა, რომელიც ხო, დღეს რა ვიცი, მე ვიცი კიდევაც სადაც იყიდება ეგ ესენცია. ყველა მიცის. ყველა ვიცის, ხო? კი, და ამზადებ. სახლის მოხმარებისთვის არა ვარ, წინააღმდეგ ვისაც უნდა აკეთოს. კი, კაცო, რაზეა, როცა საპირადი მოხმარებისთვის არის, არ გაუნებს ხა ის ესენცია, მაგრამ ასე ჩამოსასხლა და გასაყიდად არა, ეგ უკვე ეს არის მოტყუება. ან დააწერე ესენციით თუ არა და არა პრობლემა. ხო, ბატონო დააწერე, ვისაც უნდა ის იყიდეს. არის ახლა რამდენიმე ვისკის ყიდიან ჩამოსასხმოს და ასე შემდეგ, მაგრამ ვიცით რაც არის. ეს რა არის? ხო, ეს არის პრინციპში იგივე პრინციპით არის დამზადებული, როგორც ეს, უბრალოდ მარცვლეული, როდესაც მიიღება, ანუ ვისკის ინდუსტრიაში, როდესაც მარცვლეულს ვიღებთ, ქერის ალაუზე როცა არის საუბარი, ქერი ჩვეულებრივ მდგომარეობაში და ალაუ ხდება მისი, ანუ გაღვივება, ალაუ არის გაღვივებული ქერი, ან ალაუ ნებისმიერ რამის. და მაგ შემთხვევაში სხვანაირ არომატებს ვიღებთ. ყოველთვის ქერის ალაუ გამოიყენება, დაუშვათ აი single malt თუ აწერია, ნიშნავს რომ ქერის ალაუ არის გამოყენებული, უბრალოდ აი ეს მარცვლეული ხო უნდა გავაღვივოთ, უნდა დავასველოთ და გაღვივებას რო დაიწყებს, ანუ პატარა ყორტი როცა გამოუვა, შიგნით უკვე აი შაქრების და სახამებლების გარდაქმნა ხდება ქიმიური, ანუ უკვე ისეთი შაქრები და სახამებლები მიიღება, რომელსაც მე საფუარი კარგად დაამუშავებს და კარგ სპორტ ნედლეულს მივიღებთ იმისთვის, რომ მე ვისკი გამოხადანოს. ლუდის ინდუსტრიაში ზუსტად იგივე ხდება, ანუ ვისკი გამოხდამდე ლუდი არის. მეტი არაფერი განსხვავება არ არის. უბრალოდ აი ეს გაღვივება რო არ გაგრძელდეს, იმიტომ რომ სახში ჯეჯილი ალბათ. აჩერებ. გვიზებია, უნდა გავაჩეროთ სიმხურვალით. ამისთვის ან გააჩერებ რაღაცა დღეს ინდუსტრიული წარმოებლები რაღაცა სეთის ავსში აღვივება ჩაღვივებული მასაკვე ჩაყრიან და იქ ახურებენ და ის გაჩერდება ესე. ან არის ტრადიციული, როდესაც ხდება ჩვეულებრივი რაღაცა. ანუ მოხალავენ, მოდი ესე ვთქვა. დიდი აირღუმელივით არის, რომელსაც შეუნთებენ ან შეშას ან რაღაცას და შოტლანდიაში შეშა უჭირდათ კუნძულებზე განსაკუთრებით და იყო ტორფი. აჰა, ასე. და ტორფით აჩერებს ბოლავდნენ და შესაბამისად ეს მარცვლეული ტორფის შებობით აჩერებდა გაღვივებას
მე როცა გამოიხადა აღმოჩნდა რომ ტორფი იმდენად ინტენსიურია რომ ორჯერ გამოხდასაც უძლებს და მათ შორის მე კაცში დაძვლებასაც და გადაძდებს ეს არომატი. გადადის გემოში. ორჯერ გამოხდის მიუხედავად. კი, შენ სამჯერსაც უძლებს. რა საინტერესოა. აბა ვნახოთ. როცა პირველად ხვდებიან ასეთ ვისკის არა, მე არ დამილევია. შეიძლება არ მოგეწონოს. მაგრამ ეხა ამას შეიძლება შებოლილი ვისკი უწოდოთ თუ ბოლის არომატი თუ სმოკით კი ეს შებოლილი არ კი ფითით ან ტოფიანი ვისკი ეს შეუძლია უწოდოთ. ხო, იგრძნობა. ეხა ამას კარგად იგრძნობა. არის უფრო მეტად შებოლილებიც. იდეა შებოლილები რომ ხალხი ვერ ცვავს და ადარებენ მაგალითად რკინიგზის შპალებს. რაღაც ოპს. ხო, ეგ ხა უყურე რაღაცის კითხვა მინდა რა. ჭაჭაში წარსებობს ეგეთი მძაფრი არომატები და ეგ არის არასწორი დისტილაციისგან. და აქ სხვა არის? ეს სხვა, ეს არის. აქ შეიძლება იყოს რკინიგზის შპალა, სწორი დისტილაციით მიღებული? კი, უნდა არის ეს ტორფიდან, ანუ ტორფის ფენოლები, ანუ არომატები ეს ფენოლების სახით რაც დაიჭირა მარცვლეულმა, რომ გამოიხადა, უბრალოდ გაყვა ამას, იმიტომ რომ სუბუქი არის თვითონ ეს ფენოლიც და დისტილაციას დროს გაყვა, მეტი არაფერი. ხო, ძალიან საინტერესოა. ნახევს რა თქმა უნდა არ აყოლებენ, იმიტომ რომ დისტილაცია როცა ხდება, რაც უფრო მაღალი არის გამოსახდელი ქვაბი, მაგალითად ჭაჭის შემთხვევაში ტრადიციულ ქვავს მე მინახავს მაგალითად ჩემ თანამშრომელი კაკო კვანტალიანი თვითონ მივიდა აქამდე. სახში ხდის რასმოს და შეხედა რაღაცა ერთ-ერთი ვისკის ბოთლს შეხედა და დაინახა რომ ახალია პოტსტილი რომელიც არის მაღალი ხო ნუ ეს მაგრამ ტრადიციული გამოსახდელი ქვაბი არის და თავისი ჩვეულებრივი ქვაბი შეხვითქვა რომ აი ეს არის რაც მე მჭირდება და თვითონ დააგრძელა ხო დააგრძელა მაღალი არის ჩემზე მაღალი არის ეხლა რაც აქვს ქვაბი და იმით ხდის და გამოდის ძალიან სუფთა და კარგი პროდუქტი კი ეგ აბსოლუტურად როცა კარგად გააკეთებ ხო და შესაბამისად იგივე შეუძლია ყველას გააკეთოს იგივე ხდება აქაც მე რაც უფრო მძიმე არის რახიძეთები რა თქმა უნდა უფრო მძიმე არის და ისინი არ აღწევენ იქან ბოლომდე არ უნდა გამოვწუროთ ყველაფერი იმ მასალისგან. კარგი იქნება თუ აი შენსავით ესე დაწვრილებით როგორც შენ ლაპარაკობ ვისკიზე ადამიანები ილაპარაკებენ ჭაჭაზე. შენ ახლა ხარ პროფესიონალი ვისკის რა. შეიძლება არ გამოგიხდია, მაგრამ პროფესიონალი ხარ. ხო, არ გამოხდა ცალკე საქმე არის, მაგას ისე არ გიცი. მე კრიტიკოსი ვარ. აი რა. კარგი რა ისი კითხვა მინდა, იცი? ჩვეულებრივ ქვაფში, ჭაჭის ქვაფში გამოვიდა, ხო? პირველი ვისკი რაც იხდებოდა, ეს ზუსტად ეგეთ ქვაბი არის, კი. შეგიძლია ახლა წახვიდე სადმე, სოფელში. კი, გამოხდა. ნედლეული თუ გაქვს? კი, რა ქერის ალაუს იყიდი. ერთ ტომარას ხო რა ქერს იყიდი ამ ქერის ალაუს გამზადებულსაც დაბქვავ მოხარშავ მიიღებ ის ვთქვათ გამოსახდელ ჭაჭაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნედლეულს თუ ნედლეული არ ვარგა რაც არ გინდა მაგარი მასტერი იყო ეს ყოველთვის ეგრე არის კი არ გამოგივანა მანდაც ეგრეა აქ ნედლეულს აქვს მნიშვნელობა იყენებენ კონკრეტული ტიპის ქერის ალაუს ამდენიმე ჯიში არის რომ პოპულარული რომელს ქერს რომელსაც იყენებენ ხოლმე მაგრამ თვითონ პროდუქტი რადგან დისტილირებული არის და შემდეგ უკვე დაძველებული არის ამ რაღაცებს გპატიობს აჰა ამას გაპატიებს ამ შემთხვევაში აქ ვერ გაპატიებს იმიტომ თეთრი არის ეხლა ამას თუ რაღაც გაუშვებ 6 წელი დასაძველებლად რაღაცა შეიძლება გაპატიოს იმიტომ რომ იმას უკვე კასრი შეგიჭავს და სხვა არომატებს მოგცემს მაგრამ აქ მე ზოგადად თეთრი უფრო მიჩვენე. კი, მეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გემრიელი იყო, პირადად ჩემი გემოვნება ისეთია, რომ ჭაჭა, კი, თეთრი არის ისეთი რა. მოდი გავსინჯოთ ახლა ბოლის ვის შებოლილი. ეს არის დაძველებული მხოლოდ მანამდე ბურბონი ნამყოფ კასრში. ამიტომ შეფერილობაც ყოველთვის აქაც საინტერესო იქნება ჭაჭების დაძველება, ეგ როგორც შენ თქვი რა, სხვადასხვა. იგივე შეგვიძლია ვაკეთოთ, რატომაც არა. როგორი ის ბოლია. აბა, გავსინჯოთ. გემოშიც ძალიან იგრძნობა. კი. ძალიან საინტერესო ვისკი არის, მეგობრებო. მე პირველად ვსვავ შებოლილი ვისკის. აქამდე არ დამილევია. ძალიან სხვანაირი არის. შეიძლება მართლა პირველად რო დალიო არ მოგეწონოს, მაგრამ ვისკიც იგრძნობა, ბოლიც იგრძნობა, რაღაც თითქოს ეგზოტიკური სასმელი არის, რაღაცნაირი ისეთი, რომ ჩამთრევი არის და შეიძლება შეგიყვარდეს კიდევაც რა. არ ვიცი, პირველად ვსვავ და ძალიან მომეწონა რა.
სოფლიოში ვისკის მსმელების დაახლოებით 3-5% არის, ვინც ასეთი სტილის ვისკის სვამს. ეს ახლა დღეს სპეციალურად შედარებით სუბუქი ვარიანტი ავარჩიე. და არის კი ამაზე კიდე უფრო ბოლი არის? კი, ძალიან ძიმები არის, რომელსაც ასე ყველა ვერსიონს და არა, ეხა ეს ამაზე მეტი ეს ახლა შედარებით რბილი არის. მაგრამ საქართველოში ვისკის კულტურა რადგან ეხლა მწიფდება, ბევრმა ეს მიმართულება აღმოაჩინა, დღეს შეიძლება ვთქვა, რომ საქართველოში ვისკის ესეთ მცოდნე მსმელების 50%-ზე მეტი ასეთ ვისკიზე არის ორიენტირებული, უფრო მეტად შეგულდულზე. იმიტომ რომ აი ესე რა საინტერესო ექნება ჩვენთან რომ ჩავატაროთ ექსპერიმენტი ამათ შემთხვევაში. არ ვიცი, ხო, უბრალოდ ამათ არ ჭირდება, ტექნოლოგიურად არ ჭირდება. არა, გასაგებია რომ არ ჭირდება ტექნოლოგიურად, მაგრამ ხო შეიძლება რომ აი ექსპერიმენტი რაზე შეიძლება იცი ჩატარდეს კიდე? მიფიქრია, რა თქმა უნდა, ეხა შეიძლება სასაცილო იყოს ეს და მასხრათ ასაგდები, მაგრამ ცქრიალა ჭაჭა სპარკლინგ, ხო ძალიან ისე არა რა. სუბუქად რაღაცა შეიძლება რა, სპარკლინგ ჭაჭის მე მინახავს საკე, სპარკლინგ საკე. ხო, მე არ დამლევე არასოდეს. ხო, სასიამოვნო დასალევი არ იყო, მე პირადად ახლა საკეს დიდად არც ვარ მოყვარული და ვერ დაგუმგამ ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მინახავს და გამისინჯოს, ანუ სპარკლინგ საკე აქვთ იაპონელებს გაკეთებული, ნუ ხო, ვიღაცას მოწონს რა, მაგრამ მე რატო ვიძახ ხოლმე იცი ეგეთ რაღაცებს, ეხლა რომ აი შებოლილის რომ ვიქნება მრავალფეროვნება გავაჩინოთ რა. გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი არის გიორგი მართლა მე მაგაში ღრმად მწამს და დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან აქ ლაპარაკი არის, პატარა მხდელი თუ გააკეთებს, თორე ქარხანა ამას ვერ გააკეთებს, სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა არომატის ჭაჭა. და გამისინჯავს აი კონკრეტულად ამ ჯიშის და სხვადასხვა არომატია, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის რომ მომხმარებელს შევთავაზოთ, კიდე შეგიძლია შეფოლილიც გააკეთო, სპარკლინგიც გააკეთო, რავი, ესეთ მუხაში ჩადო, ისეთ მუხაში ჩადო და ცდები იქნება რა, რაღაც ჩამოყალიბდება. აი ინდუსტრიულ წარმოებებს საქართველოში რაც მინახავს, მარანს აქვს ესე რამდენიმე აი რაღაც კაცით. მარანმა ძალიან მაგარი ის ვიცი. ხო, რო ამოგზაურა ის რა. ვიცი. ვიცი რა არის, მარკეტინგულად ძალიან კარგი არის. ეხა შეიძლება იქ არ ვიცი რა მისცა და რა არ მისცა ზღვის ჰავამ და ეკვატორის გადაკვეთამ, მაგრამ შეიძლება არაფერი, მაგრამ ხო, მაგრამ ძალიან კარგი არის და მე დავლიე და გემრიელესი დასალევი იყო რა. და მაგათი სტანდარტული არის ყველაზე ესეთი საბაზისო ჭაჭა რაც აქვს საფერავის მარცხველი აღატია ზეთ. და შვენიერი ჭაჭა არის. ვერაფერს ვერ დაუწუნებ. ძალიან ესეთი მისაღებ ფასადაც იყიდება. ძალიან ესეთი ინდუსტრიული მწარმოებელი არის მარანი, მაგრამ ძალიან კარგი ჭაჭა. აუ, პლუს კიდე სხვადასხვა რაღაცები. ანუ აქ კაწიტელის, აქ კიდე სხვადასხვა ჯიშების ასეთ ცალ-ცალკე გაკეთებული. კი, თუ მოინდომ ყველაფერი შეიძლება. ფასებზე უნდა კითხო კიდე, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. მაგალითად საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი შევა მაღაზიაში და ოცლარად იყიდის იმფალსიფიცირებულ არაყს, რომელსაც დღეს ასხავენ ძალიან მაგრად და რომელიც ყვავის და აი ეს გაღვივებული არის და ნახეთ კიდევაც ჩვენ მაგის კადრები აღარ გვინდა დაკონკრეტება. აი ეგეთი საშუალო სტატისტიკური ქართველი ჭაჭაში 30 და 40 ლარს გადაუხდია? არ გადაიხდს. ფსიქოლოგიის ნაწილია. შეიძლება გადაიხადოს, მაგრამ ჩემი შეხედულებით რატო ვამბობ? იმიტომ რომ გამოცდილება გექნება რა. ანუ ის არის ღვინოსაც იგივე ჭირდა ძალიან დიდხანს. ყველა სახში ამზადებს. ყველა სახში თავისი და ეს სხვისას დაბოთლილს არ აღიქონს, თავისი უკეთესი არის. ხო, ჩვენი წესი გვაქვს ეგეთი ქართველებს ზოგადად, რომ ჩვენი ყოველთვის უკეთესი არის. შესაბამისად იქაც ეხა ეს ვოდკას სახში არ აწარმოებს, ვერ გააკეთებს რექტიფიკაციას, სახში შანსი არ აქვს. ამიტომ ვოდკას დალევს ან ნეიტრალური არის, ვოდკის დალევის შემთხვევაში ვიცით რაც არის მნიშვნელოვანი არის საბოლოო წესი. კი ბატონო, რო გაითიშვა და თრობა მოკლედ რა. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი. ჭაჭას სახში ამზადებს და თავისას დალევს. ღვინოზეც იგივე იყო, მაგრამ ღვინოზე კარგად იმუშავებს თვითონ წარმოებულებმა, სახელმწიფომა შეუწყო ხელი და ყველაფერმა ერთად კარგად იმუშავა, რომ ქართველმა კაცმა დაიწყო ბოთლის ღვინის შეძენა. ძალიან კარგი არის. ეგ ხო თვალსაჩინო არის, იყიდება საქართველოში, არა მხოლოდ ტურისტები და არა მხოლოდ ექსპორტი, არამედ ადგილზე ხდება ბოთლის ღვინის. მე მინახია დიდ სუპერმარკეტებში
პროდუქტის კალიასკაში რომ 1-2 ბოთლი უდევთ ქართველებზე მაქვს ლაპარაკი რა რაღაცა მესიამოვნა რა ეს მახსოვს ერთხელ მე და ჩემი ძვაკაცები სტუდენტობის წლებში რომ წავედით და ბოთლის ღვინოები რომ ვიყიდით მაღაზიაში ისე გავუხარდათ იმას გამყიდულს რომ ახალგაზრდა ბიჭები რომ ესე ღვინის ბოთლი ყიდულობთ რა იმიტომ რომ მაგ დროს არ იყო ეგრე მაგრამ ეხლა უკვე ეგ ჩოლებული მოვლენა კაცო ბარებში დადიან და წრულპავენ იგივე იქნება ამაზეც ბარებზე კაი არის ეხლა ვახსენე აი ბარებში ჭაჭა მეტნაკლებად ფეხს იკეთებს. კოქტეილებში და იმაში მიდის და ეგეთან და კარგია ხო რა ახალგაზრდასთან რაღაცა ფორმით მივა რა და ძალიან კარგი არის. ძალიან კარგი კოქტეილები მზადდება თუ კარგად დაამზადებ და კარგ ჭაჭას გამოიყენებ. ცოტა გამხელილი ჯობს რომ ბარები ცდილობენ რაც შეიძლება იაფასიანი იყოს და სადღაც რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხო რთულია რომ თქვა კი ბატონო მაგაზე ცოტა სხვა თემაზეა სალო მაგრამ ნელ-ნელა არის აი ჭაჭა ბარებში ბარის კულტურაში წამოიწია წინ. ანუ ახალგაზრდასთან მიდის. კი, მიდის. მათ შორის ახალგაზრდა მწარმოებლები თვითონიც აწარმოებენ სხვადასხვა მიმართულების სპექტრიან სასმელებს. იმათ უკვე ჭაჭაც აქვს თავიანთ პორტფელში და შესაბამისად შეაქვთ მეტი კულტურა არის და ძალიან ბევრ ჭაჭას ნახა უკვე ქართულ ისეთ. ხო რა, იცი რა, თანდათან მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მომწონს ხინკალი და ჭაჭის კომბინაცია, მართლა მომწონს. თანდათან გადადის სხვა კულტურაში რა, აი ბარის კულტურა, კოქტეილი იქნება თუ საღამოს მოწრუბვაც შეიძლება გესმის ამისი რა. ფეხბურთი და ჭაჭაც შეიძლება ძალიან კარგი ხო არის ფეხბურთი და ლუდი. და რაღაცა ის ჭოაბა ცადე ფეხბურთი და ჭაჭა. როგორ გესიამოვნება და როგორ რაღაცა ის როგორ ხინკალი და ლუდი არის, ჩემთვის მაგრამ მე მირჩენია რომ ჭაჭასთან ერთად იყოს ხინკალი, იმიტომ რომ ან რაღაც მაღალ ალკოჰოლურთან, ვიდრე ლუდთან. კი, აბარა მეურად კაცო ხა ხინკალი და ლუდი ეგ თუმცა არის ქალაქის ის არის. არის, მაგრამ ეს გაცილებით უფრო ისეთი არის, ჩვენი არის. ეგ რა არის? ეს არის ტყევლის არაკი. ამას ამზადებს კომპანია აგერა ცოტა ინტრიგნული სახელი თქვია. კაი, გავსინჯო. ტყევლის არაკი ძალიან ფასობს დღეს. მე მიყვარს. ძალიან მიყვარს უბრალოდ ხილის არაკი. ძალიან ცოტა იწარმოება ტყევლის არაკი. გამოსავლიანობაც ცოტა აქვს, გამოსავლიანობაც ცოტა არის და ისეთია. ხარჯიანი საქმე არის უბრალოდ. ზოგადად ჭაჭა მე მგონი ხარჯიანი საქმე არის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეული ბევრია. და ხილის არყებზე გითხარი ახლა შენ რა. ხილის არაკი როგორც ვიცი, უფრო მეტად მოგწონს შენ, ვიდრე ჭაჭა. ხო, ესე რომ დავაყენოთ ალბათ ხილის არაკი. შენს მაღაზიაში ხილის არაკი უფრო მეტი იყიდება თუ ჭაჭა. ერთიანზე რომ დავაყენოთ შეიძლება თანაბრად ამ. ან მომხმარებელი როგორი არის რა ამასთან? უნდა გაასინჯო. ესე რთული არის. ესე რთულია, ხო? უნდა გაასინჯო. თუ იცის მე უკვე სვამს. აი ხა ამის შემდეგ რასაც დავლებთ ეს ძალიან პოპულარული არის ჩვენთან. ეხა ამას ვინც აწარმოებს კომპანია აგერა. მე მგონი აჩერებენ ეს ბიჭები უკვე წარმოებას. ამას. ამ ორივეს ამას ერთ და იგივე აწარმოებს. ამას ხო, ამ ყემას და ამას. კი. ნუ კიდე სხვა ხილები. აჩერებენ, იმიტომ რომ ვერ ყიდიან. ნუ ხო, რაღაც რაღაც აი რასა ცუდია რა, გულდასაწყვეტი და საწოდაობა არის რა, როცა უნდა ხელი ეწყობოდეთ ახლა ამათ და რაღაც ნუ არ ვიცი რა თქვა. აჰა, გავსიჯოთ. გაგიმარჯვოთ ბიჭებო, ეს წარმოებას. აუმარჯოს. რომ ერთმა შეგაძლებინოთ რომ იქნებ არ გააჩეროთ და გააგრძელოთ. ახე როგორი იგრძნობა რა ძალიან სასიამოვნო არის. ერთ-ერთი სასმელი არის რომელიც ესე ბოთლში ჩამოსხმული ხილის პროდუქტებიდან მე პირადად მომეწონა, იმდენად კარგად ამზადებენ ტექნოლოგიურად და ტექნოლოგიასაც ვიცნობ მწყავთ. ძალიან გემრიელი არის. შვენიერია თავისი არომატებით. მაგრამ ალბათ უკვე ბოლო ერთეულები არის, იმიტომ რომ აჩერებენ რა წარმოებას. არა, ბევრზე მან გაგებული. და ბევრი იხურება. ახალი ციხსნება, მაგრამ ხო, გაიხსნება, მაგრამ დაიხურება. მოკლედ, როგორ არის, იცი ამის საქმე? თუ ვინმე არ გაიტანა და ის გატანა ძალიან რთული არის რა. აქ შეუძლებელი არის რომ იარსებო რა. აი ხა მე რო გითხრა, მე ხო პარტნიორები მყავს ანუ შოტლანდიელები და ეს ვისკის წარმოებლები და იმათ რომ რაღაც მინდა რომ რაღაცა გავასინჯო, რაღაცა რამდენჯერმე წამეღია ეს ფეიხუას არაკი. ანუ ვაშლატანოსი და ასინჯებ რა, ისე რომ იქნება დაინტერესდეს მოიწონს და ხა ფეიხუა
ჩრდილოეთ ევროპაში ეგზოტიკა არის. რა თქმა უნდა. გემოც არიციან, თქო, ხილიც არიციან, რომლებიც რა ხილზე არის საუბარი, ვერ ხვდებიან საერთოდ რაზეა საუბარი. არა და ძალიან არომატული არის. კი, ხო და მე კომშიც ძალიან კარგია. რამდენიმე გერმანელს რო გავასინჯე, მოიწონათ. ესე გერმანელებს რო გავასინჯე, იმათ განსაკუთრებით მოიწონათ. ხო და შობანდებმა ვერ გაუგეს, მაგრამ აი გერმანელებს უფრო მეტად მოიწონათ. ხო და არის ეგეთი მიმართულება, შეიძლება ეს ბაზარი არის, დიდი ბაზარი არის ევროპა და კარგად თუ დავამზადებთ, შეიძლება იქ. ხო, მაგრამ გასვლაც უნდა გიორგი ეგრე არ არის. ხო და აი გამოფენებზე მარტო ღვინო რომ მიდის, ხო მაგას. ხო რა. ერთი-ორი ბოთლი უნდა შეტევა. ბატონო, ფეიხუა კომში რაღაცა შვინდი რაღაცა. კი, აი მაგათაც შალვას ისე ღვინიას ვაშლის და კომშის ისე ჩვენ ახლა ბრენდი აქვს რაც გვაქვს. ხო, quickly. ძალიან საინტერესო სასმულია, კონცეფციაც საინტერესო არის და ყველანაირად ეს საინტერესო არის პროდუქტი თვითონ. ისტორიაა ყველაფერი, შეუძლია მოუზადო ამას ისტორია და ისტორია მე მოიყვანს მომხმარებელს, თორემ პროდუქტი კარგი არის, უდავოდ. მაგრამ ხო, მაგრამ აი სამწუხაროდ ისე ხდება, რომ აი ამ ძალიან კარგ პროდუქტს ზოგიერთ წვრილ მეწარმეს უწევს, რომ მაგალითად დაიხუროს და ვეღარ აწარმოოს, რაც არის ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რაღაცა საუბრებით, რაღაცა შეხვედრებით, აზრების გაცვლით, გასინჯვით, შეცდომების დაშვებით, არ ვიცი, წვალებით, ოფლით, თუ ასე შემდეგ, იქამდე მივალთ, რომ ეს ჩვენი რაღაცა ნაციონალური პროდუქტი წინ წამოვწიოთ, გახდეს უფრო დაფასებული, ავიდეს იმ დონეზე, მსოფლიოში თუ არა, საქართველოში მაინც როგორც თქვა, მსოფლიოში არის ვისკი. არა და დამიჯერეთ მეგობრებო, რომ კი ბატონო, სხვა ნედლეულით არის დამზადებული და სხვანაირი არომატები აქვს. ეს სხვა ნედლეულით არის და სხვანაირი, მაგრამ თუ კარგად და სწორად გამოხდი, ხარისხობრივად ნამდვილად არ ჩამოუვარდება არც ვისკის, არც ბრენდს და არც სხვა მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გიორგის, რომ დღეს მიმასპინძლა. მე მინდა ჩამოვართვა პირობა, რომ კიდევ შევხვდები გიორგის და სხვა თემებზეც ვილაპარაკებთ და ასე თუ ერთმანეთს გვერდზე დაუდგები და ასე თუ ვილაპარაკებთ ქართულ სასმელებზე და არა მარტო ქართულ სასმელებზე, ეგება რაღაცა მოხდეს. ეგება რაღაცა მოხდეს. მოხდება. მადლობა გიორგი, მადლობა. ფეიხუათ ხარ დავასრულოთ. აბა დავასრულოთ. ფეიხუა სხვათა შორის. აი, მე გამასინჯა ფეიხუა გოგა თევზაძეს ვცნობ. კი. გემრიელესი ფეიხუა. პირველები იყვნენ, მე მგონი, ვინც დაიწყეს ესე ინდუსტრიულად მაგის წარმოება. რაღაც კრაფტი არის. ხო, მაგრამ კრაფტი არის, მაგრამ ანუ მასობრივი წარმოება თუ ინდუსტრიული არ დავარქვათ, აი, სხვა სიტყვა არის. ძალიან გემრიელი იყო გოგასი. იყო, მაშინ რო გავსინჯა წლების წინ, ეგ დავამახსოვდა თავი. დღესაც აქ და წვალობს ისიც რა, ეხა აი მოკლედ, მაგრამ ძალიან კარგი ღვინოს ამზადებენ, ჭაჭასაც მათ შორის. კი. ქრაში თან კარგი ჭაჭა აქვს. ესეც იხურებია, ხო? კი. ესეც ეხა აი არომატს ვარგებ. არ მინდა ესე რაღაცა ისე მინორულ ნოტაზე დავასრულოთ რა. თუმცა ეს უნდა იყოს გამოწვევა, რომ რაღაცა ხმა უნდა ამოიღოს წარმოებელმაც და ამ სფეროს მიხედვა ჭირდება მოკლედ. ეს არის ჩათო, აი თითქოს გამოწვეული ფეიხუა არის. ხო, მართლა ძალიან არომატული, აი ფეიხუა იბრძნობა ძალიან. ესენი აი ეს არის გამოხდილი სპეციფიკური აი იტალიური გამოსახდელი აპარატით, რომელშიც როგორ კაი მაღალი ხარისხის გრაფებს და ასე შემდეგ ხდიან, ესენი თავიანთი გამოსახდელი არ აქვს, მაგრამ სხვასთან მიდიან ხოლმე იქ გამოხადონ და აი ძალიან მაღალი დონის იტალიურ გამოსახდელ აპარატში. რო არომატებით შეინარჩუნონ ალბათ. ყველაფერი წაიღოს, კი. ძალიან სასიამოვნო არის, აი. არის მხოლოდ ფეიხუა, მეტი არაფერი. ხო და ძალიან კაი არის. ესეთი ხილები ზოგადად არის ხოლმე ძალიან არომატული ფეიხუა კომში და აი უფრო იგრძნობა რა. კი. უფრო მეტი არომატია თქვათ ვიდრე ჭაჭაში ან სხვა ისეთი ხილებში რა. ხო და გასახანსაც მეც გაძლევს, რომ მიხვიდე იმ ხალხთან, ვინც ცოტა ისე უყურებს რა. ეს უკვე აი ამით როცა მიხვალ მარტივი არის განმობირება ამ საქმეს. აი მეგობრებო, კიდე ერთი რამის თქვა მინდა, რომ თუ მაინც და მაინც ჭაჭასთან ურთიერთობა არ გინდათ, ქართული ხილის არყების გასინჯვა დაიწყეთ და თქვენ ნამდვილად გაოცდებით. იმდენად მრავალფეროვანი, გემრიელი და არომატული
ქართული ხილის არხები გვაქვს. გასახსენე ღირავო, ბევრგან იყიდება და ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ. კი ბატონო, კი ბატონო. გაგიმარჯოთ ყველას, ქართულ ხილის არყის მწარმოებლებს. მე დავთვერი მეგონი. აუ გასიჯვა. შეგაგიმარჯოთ და ესახოს. დიდი მადლობა, რომ ესე კარგად. დიდი მადლობა. ვახ, ბიჭო. ვახ, რა კარგია რა. მართლა ძალიან მაგარია. ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნოა. ფეიქოებში რაც გამშველა ერთ-ერთი საუკეთესო არის და საუკეთესო შეიძლება ვერ თქვა, მაგრამ ნუ აი ხა დედასფიცა ვარ. მე რო თქვათ მივდიოდე დაბადების დღეზე და მინდოდეს რაღაცის წაღება რა, ესე გამორჩეულის რაღაც. თავისუფლად შემულია რომ ქართული ხილის რომელიმე არაყი წავიღო და არ შევწყვე და პირიქით თავმომწონეთაც ვიგრძნო იქ რომ ვიღაცებს დაუსვამო. თვითონ ამასაც უნდა შეუწყონ ცოტა ხელი რომ აი უბრალოდ რა არის ცი ახლა ეს ამას რომ გაალამაზები რაღაც ბოთში ჩადებ ყუთში ჩადებ და უკვე გაგიძვირებს პროდუქტს. გაგიძვირებს. და იმდენად გაგიძვირებს რომ შეიძლება უკვე აღარ იყიდოს ვიღაცამ და არა და ამ დროს მართლა კარგი რამე იმალება ამ ბოთში რა ეს. ძალიან უბრალოდ შესახებ ბოთში. ძალიან. ხო აი მაგის თქვა მინდა რა რომ შეფუთვასაც აქვს იცი ჩვენ ადამიანისთვის მნიშვნელობა რომ გონია რომ კარგი შეფუთული რადგან არის ის იქნება რაღაცა ძალიან ისეთი სასმელი მაგრამ ეს რომ კარგად შეფუთო აღარ ეღირება ვთქვათ ის თანხა და ეღირება სხვა თანხა რა და იმას მით უმეტეს აღარ გადაიხდიან რა მაგრამ მოვა მაგის დროს მოვა რა მოვა თუ არა იმიტომ ვიღაცა უნდა დაიწყოს ამის კეთება აი ეს რო არის რა ქვია ხო მორჩით ხო გადაღებას არა თუ გინდა მორჩეთ ხო რა მორჩეთ მორჩა გადაღება კარგად